გამარჯობათ, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ დავდოთ სიახლე get free GZ. პირველ რიგში უნდა შევიდეთ საიტზე. თუ ვართ დარეგისტრირებული, გავიართ ავტორიზაციას, თუ არა გვაქვს დავრეგისტრირდებით. დავაწვევით აქ არის კატეგორიებში ჩამონათვალი არის რეგისტრაცია. დავაწვევით მას. შემდეგ ჩავწერთ logins, თქვათ ჩავწერთ parolles. თქვენ სრულ სახელს. მოვთითებთ ემეილს. დაბადების თვე. დაბადების წელი, თვე, დღე. აქ აირჩევთ თქვენ სქესს. პირადი შეგიძლიათ აქ აირჩიოთ ავატარი, პირადი ავატარი, profile და თქვენ რაც გაქვთ, ან შეგიძლიათ ავატარის არჩევა. თვითონ ჩვენი საიტი გთავაზობს სხვადასხვა ავატარებს. ამ შემთხვევაში ავირჩიოთ ეს. აქ უნდა შევღანოთ ეს კოდი. დავაწვევთ რეგისტრაცია. დავწერთ რაიმე. თქვათ გიორგი მაი. და ვისაც თქვენი საიტით დარეგისტრირება გინდათ, თქვათ სახე წერტილი სიახლე წერტილი არ დარეგისტრირდება, იმიტომ რომ G დომენებს ან წერტილი დავთვალებული დომენებით არ რეგისტრირდება საიტზე. დავრეგისტრირდით. ახლა გავიაროთ ავტორიზაცია. შემდეგ შევიდეთ საიტის მართვა, სიახლის დამატება. ახლა გადავიდეთ რაიმე საიტზე და ავირჩიოთ რაიმე სიახლე, რა სიახლის დადებაც გონებავს ჩვენ საიტზე. ამ შემთხვევაში მე გადავალ GZ და დავდებ რაიმე მუსიკას. ავირჩიოთ მუსიკას. ითქვათ ეს და გადმოვწერთ. დავველოდებით. მოდით ახლა აქ ავირჩიოთ კატეგორია, ანუ ავირჩიოთ მუსიკას, ანუ მუსიკები. აქ ჩამოვალთ. აქ არის მუსიკები და თუ არის აირჩევთ მხოლოდ მუსიკას, თუ არის ჯაზი, აირჩევთ ჯაზს, თუ არის რეპი, აირჩევთ რეპს. შემთხვევაში მე ავირჩევ მუსიკას. დავაკოპირებთ მის სახელს. ჩავსვამთ სახელში. ახლა უგნებავს პატარა ახსნით. დავაკოპირებთ ამას. ჩავსვამთ აქ. და სრულ ახსნაში მოვნიშნოთ ყველაფერს. დავაკოპირებთ. ჩავსვამთ. მაგრამ თქვენ რადგან ხართ იუზერის სურათი არ გამოჩნდება, ყველაზე ადმინისტრატორებს შეუძლიათ უბრალოდ ჩასვამთ ტექსტს. გადავწერთ ახლა ეს ფაილი. ახლა გვინდა სურათის ლინკი. ეს სურათი აუცილებლად უნდა გადმოვწერთ ჩვენ კომპიუტერში. გავხსნათ ის და შევიდეთ Paint-ში ან Photoshop-ში. ამ შემთხვევაში მე შევვალ Paint-ში. და დავაწეროთ ჩვენი საიტის სახელი. აირჩევთ ზომას. First fonts. რაიმე კარგი fonts. კარგი ფონტი. აირჩევთ ფერი. შემდეგ დავასეიროთ. და ეს ფაილი აუცილებლად ავიდოთ GZ, რადგან ეს არის ყველაზე ქართული სურათების სასადუთი ჰოსტინგი. და დაჭერთ სურათის ავტორთა.
შემდეგ დააკოპირებთ მის პირად ფორმულს, ჩააკოპირებთ სურათის ლინკში, paste. ახლა ვნახოთ გადმოწერილი ფაილი. სანამ გადმოწერილ მასალას ვნახავთ, აუცილებლად უნდა შევიდეთ al codes. შემდეგ აქ არის სხვადასხვა ეფექტები, ანუ თუ ვაყოლოთ ვიდეოს, ესეთი შემთხვევაში გვჭირდება ტექსტის დაფარვის, ამიტომ დავაკოპიროთ აი ეს ტექსტი თავიდან ბოლომდე, აი ესე. გადავშოთ აი ეს. ჩასვათ აი აქ. დავაკოპიროთ აი ესენი. და ჩასვათ აი აქ. ანალოგიურს ვაგდოთ პირველ კარაფაშიც. ანუ ეს როგორ იქნება? ანუ იქნება აღწერა, შემდეგ ესეთი პატარა იქნება, ანუ სტილ დააჭერეთ და ჩამოიშლება და ეწერება ეს ტექსტი, რაც აქ ჩავწერეთ. ეხლა ავიღოთ გადმოწერილ მასალა. აი როგორც ხედავთ, აქ აწერია სახელი, დავაჭროთ მარჯვენა კრონკას და rename და შევცვალოთ სახელი და ჩავწეროთ manages მაგრამ get free edg. შემდეგ გავხსნით აი ეს ფოლდერი. აქ დავაჭროთ კომენტარ, წავშლით ის დავაწყოთ ოკეს, დავდოთ. შემდეგ შევუცვლით ოკასაც სახეს და დავაწერთ, დავარქმევთ ისე get free is. გავხსნით. და ესე იქნება. ახლა შევიდეთ რომელიმე ქართულ ასატვეთ hosting-ზე. ანუ წერტილი jjg-ზე, ან al-sharj-ზე. ამ შემთხვევაში ყველანი დავიღოთ დარეგისტრირებული. ამ შემთხვევაში მე ავდოთ al-sharj-ზე, დავაჭერ cron file და ავტორთავ ამ სიახლეს. აი და 99%-ია. ავიღოთ ლინკი. შემდეგ შევიდეთ თქვენი არქივი, ფაილები და არის ესეთი ფაილი. შეგვიძლია გააკეთოთ შევცვალოთ და ყველაფერი შეგვიძლია პაროლის დავადოთ. ამ შემთხვევაში აღჭირდება დავაკოპიროთ აი ეს კოდი, კოპი, ჩავსვათ გადმოწერის ლინკში. და შემდეგ დავაწვეთ დამატება. ანუ მოკლე აღწერა არის დიდი. ანუ არ გვინდა ამ ხელა მოკლე აღწერა, უბრალოდ ჩავსვათ ის რაც საჭირო იყო, დავწვეთ დამატებას. როგორც ხედავთ, აქ დაგვეწერა მასალა წარმატებით დაემატა. მასალა გახდება მისაწვდომელი მოდერატორის შემოწმების შემდეგ. დავაჭეროთ მასალის გვერდზე გადასვლა. ამ შემთხვევაში გადავალთ თვითონ საიტზე, ანუ საიტის ნიუში. სულ ეს იყო. ამ ვიდეოში მე გასწავლეთ, როგორ დაგვემატებინა სიახლე get free-ზე.